მოგესალმებით კონსმეთ პიკის საათ სტუდიაში დავით პაიჭაძე, ჩვენი სტუმარია ვალერიან გორგილაძე, სოციოლოგი, ორგანიზაცია კვლევითი ორგანიზაციის ტერა მედიის დამფუძნებელი. გამარჯობა ვაკა. გამარჯობა. პიკის საათი. აქტუალური დღის წესრიგი, სასარგებლო ინფორმაცია, ახალი ინტერპრეტაციები, აზრთა მრავალფეროვნება. საღამოს პიკის საათი. დავით პაიჭაძესთან ერთად. სამშაბათ დღეებში 17 საათსა და 5 წუთზე. ტალღაზე FM 102.4. დავიწყოთ პიკის საათი, როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარია ვაკა გორგილაძე. გეტყვით ჩვენს ნომრებს სამთავითვე 240-922-240-922. რადიო 1.4G ეს არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი, ხოლო FM 102-სა და 4-ზე თქვენ ახლა უსმენთ ჩვეულებრივი რადიო მიმღებებით პიკის საათს. კიდევ ერთხელ ჩვენი ნომრები 240-922-240-922. ამ ნომერზე რეკავთ უფასოდ, თუ ცხადია არ რეკავთ მობილურიდან. ვაკა გორგილაძე ჩვენი სტუმარი, ის გახლავთ სოციოლოგი და ბუნებრივია ჩვენი საუბარი შეეხება საზოგადოებას და პოლიტიკას, პოლიტიკურ კლასს. მით უმეტეს რომ ცვლილებები პოლიტიკურ პროცესებში არის ძალიან თვალსაჩინო იანვრის მიწურულის შემდეგ. ძალიან თვალსაჩინოს ვეძახი იმას, რომ ყოველთვის რაღაცა პროცესები დაჩქარდა, ხო? გარკვეული ეს შეფუცხუნება იგრძნობა პოლიტიკურ კლასში, ეს მოხდა იური ვაზაგაშვილის სიკვდილს ყარაფილას სასაფლაოზე. და როცა ამბობ ეს მოხდა, გულისხმობ დაპატიმრებას რამდენიმე ინიციალის, გამოცოცხლებას ზოგიერთი საქმის, რიტორიკის შეცვლას და ცოტა დამძიმებას და გამძაფრებას პოლიტიკოსებში, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებში, ისე ოპოზიციურში. ამას ახლავს მართალია არა თავარის, არამედ ცოტა ყრუშენაკადად. გარკვეული წინააღმდეგობები თვითონ ხელისუფლების შიგნით საპარლამენტო უმრავლესობაში, სულ ახლა მოვისმინეთ მაგალითად ინფორმაცია, რომ არის წინააღმდეგობა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებულ საკითხებზე, არჩევანზე და პროცესებზე. მოკლედ პოლიტიკა რა დონის პროცესებითაც უნდა მიდიოდეს, ის მაინც საინტერესოა, ხო? შეიძლება შენ ელაპარაკო პოლიტიკაზე, როგორც სახელმწიფო მართვა-გამგეობის ტექნიკაზე და შეიძლება ელაპარაკო პოლიტიკაზე, როგორც ადამიანების შორის კონფლიქტის ასპარეზზე. საქართველოს უახლესი ისტორია და პოლიტიკური პროცესები ხან ერთ საშუალებას გვაძლევს მომეტებულად და ხან მეორეს. მოდი ვილაპარაკოთ მაინც პოლიტიკაზე, როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობების ასპარეზზე, მithmetes რომ ამის მასალა უფრო ბევრია და გავყვეთ შემდეგ საკითხებს. მე ცოტა შორიდან მოვული და ერთ თვალსაჩინო და გამოკვეთილ რამდენიმე ბოლო 2 წლის მანძილზე, განსაკუთრებით ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე გამოკვეთილ ერთ განწყობას გაგიზიარებ თქვენს. ეს არის ჩემი განწყობა, მაგრამ მინდა თქვენის კითხვის სახით გაგიზიაროთ. სულ ერთია მემარჯვენე თუ მემარცხენე ორიენტაციის, მაგრამ ლიბერალურად განწყობილი მოქალაქეები ერთგვარი შიშით შესცქერიან პრორუსული და ულტრანაციონალური მიმართულების ძალების არსებობას, მე არ ვიტყვი გაძლიერებას მეთქი, მაგრამ არსებობას საქართველოში. ამ ძალებმა გარკვეული ლეგიტიმაცია მოიპოვეს ბოლო არჩევნების შემდეგ, როდესაც ინაშვილის პატრიოტთა ალიანსმა აიღო 6% და ქალტონი ბურჯააძის პარტიასაც არ გაჭირვებია ბარიერის გადალახვა, თუმცა ბარიერი ხა ადგილობრივ არჩევნებში არ იყო, ვიცით. მაგრამ ჯამურ პროცენტზე არის ლაპარაკი. მე ასეთი რამ მინდა გკითხოთ. აი ამ ტიპის, ამ მიმართულების პოლიტიკურ ძალებს, რომელთა მარკირება გასაგებია, ხო? ბურჯანაძე ეს არის გამოხატულად პრორუსული ძალა, მას ასე აღიქვამენ და ინაშვილი ეს არის ულტრანაციონალისტური ძალა. ამ ტიპის ძალებს საქართველოში აქვთ შანსი იქცენ მეინსტრიმულ, ძირითად დომინანტ ძალებად, თუ არსებობს რაღაცა კანონზომიერება პოლიტიკაში, რომელიც ამგვარი მიმართულების პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ამგვარი პათოსის, ამგვარი სულისკვეთების აკუთვნებს მათ ადგილს, რომელიც ასოც არის პირველხარისხოვანი და საქართველოს ეს არის უფრო მოსაოდნელი. კი ბატონო, გასაგებია. მოდით
ჯერ მოვახდინოთ გასაგები რომ პრორუსულ ძალას მაგალითად ბურჯანაძესთან დაკავშირებით ხარ სასახად ერთ მნიშვნელოვნად მე მაინც შევიკავდი თავს და ვერ მივცემდი ესეთ შეფასებას ამ პოლიტიკურ ძალას. ამ პოლიტიკურ ძალას აქვს გააჩნია გარკვეული ხედვა. ეს ხედვა წლების განმავლობაში არ იყო მეინსტრიმული და არც ახლა არის. წლების განმავლობაში გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობის მმართველობას. იყო მარგინალური პოლიტიკური ძალა, რომლის რეიტინგი არ აღემატებოდა 1%. ეხლა კი ვხედავთ, რომ ბურჯანაძის რეიტინგი მერყეობს 10-12% ფარგლებში. კი ბატონო, გეთანხმებით ასევე იმაში, რომ ესე იგი თანხმოვურავის მოძრაობა პატრიოტთა ალიანს ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ჩემთვის არ იყო, ვინც ატარებს კვლევებს ან ყოველ შემთხვევაში წვდომა რაღაც ემპირიულ მასალასთან, მისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ის, რომ ამ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური წონა საზოგადოებაში საკმაოდ ანგარიში გასაწევი გახდა და ამასაც თავისი ახსნა აქვს პრინციპში. თუმცა ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რაც ზრდის გარკვეულ დინამიკაზე. დღეს ამ პოლიტიკური ორგანიზაციის რეიტინგი ასევე შეადგენს 6-დან 8%-მდე. მე უფრო ავირჩევდი სხვა კლასიფიკაციას. ესე იგი ბურჯანაძის და თანხმოვურავის მოძრაობებს ახასიათებს. მოდით ვისაუბროთ იმაზე, რა ახასიათებს, რა ერთიანებს. ეს არის კი ბატონო ტრადიციონალისტური, კი ბატონო ნაციონალისტური პატრიოტთა ალიანსთან შემთხვევაში გეთანხმებით გარკვეულწილად ულტრანაციონალისტური შეხედულებები. პრორუსულ განწყობებთან დაკავშირებით აქ თვალსაჩინოა ერთი და მეორე ძალაც არ გამორიცხავს აქტიურ მოლაპარაკების დაწყებას რუსეთთან. ამასთან ერთად ბურჯანაძესთან შემთხვევაში ეს პოლიტიკური ძალა არ გამორიცხავს გარკვეულ შეთანხმებას. ამასთან ერთად შეთანხმების შემთხვევაში ეს პოლიტიკური ძალა არ გამორიცხავს უარის თქმას, მაგალითად, გაწევრიანებაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. აი ამ თვალსაზრისით, აი მოდით ვთქვათ, პრორუსული არის ეს ძალა, თუმცა კანტონ ბურჯანაძე ყველაზე თანმიმდევრულად და შეიძლება თქვას, ყველაზე კატეგორიულად ამტკიცებს იმას, რომ საქართველოს არ მიიღებენ და მისი ადგილი არ არის, რომ ამას არ ამბობს. ამბობს, რომ არ მიიღებენ არც ნატოში და არც იმაში. მართალი გითხრათ, დავით, მეც მეეჭვება, რომ ამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, თუ ნატოს შიგნით არ შეიცვალა წესდება, კონსენსუსი, აი მაგალითად მიიღება ქვეყნის კონსენსუსის წესის თანახმად. ან იმ პუნქტის, ესე იგი, მუხლის ამოვარდნა, რომელიც გულისხმობს მიუღებლობას იმ წევრებს, რომელსაც გააჩნია ტერიტორიული პრობლემები, ბუნებრივია, რომ ვერც მე და ვერც სხვა ექსპერტი რაიმე შესაძლებლობას ფორსირებული გაწევრიანების, რა ვიცი, მოდით ვისაუბროთ 5 წლიან ესე იგი პერიოდში, ხო, ან ყველაზე მოკლევადიანი პროგნოზის. ალბათ შეუძლებელია. თუ არ მოხდა, თუ ძირეულად არ მოხდა ტრანსფორმაცია და სხვათა შორის ჩვენ ვართ საინტერესო პროცესების მომწრენი, ის გულისხმობ იმას, რაც ხდება უკრაინის ირგვლივ, ან მოლაპარაკებებს, შეიძლება არ არის გამორიცხული ამ თვალსაზრისით რაღაცეები შეიცვალოს, მაგრამ აი ამ რეალობიდან გამომდინარე, იმაზე რომ საქართველოს შეიძლება გაწევრიანდეს ნატოში, მეც მიმაჩნია ესე იგი რომ ეს არ არის რეალისტური არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს ვინაიდან ბუნებრივია მე კიდევ ერთხელ ვამბობ საქართველოსთვის ბევრი რამ გადაწყდება უახლოეს პერიოდში ეს არ იქნება რაღაც უსასრულო პერსპექტივაში ხო ჩვენ პრობლემების წინაშე ვდგევართ და ეს პრობლემები კიდევ უფრო გამძაფრდება 2-3 წლის განმავლობაში ამდენად აი ამ პერსპექტივაზე არის საუბარი. მოკლედ, რაც შეეხება ამ პოლიტიკურ ძალებს, კი ბატონო, ეს პოლიტიკური ძალები არსებობენ. შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ მართლაც მე არ ვიტყოდი, რომ პრორუსული განწყობები იზრდება პრინციპში. მე ვერ ვიტყოდი, რომ იქ რაც განსაკუთრებული ზრდა არის, მაგრამ მე ვერ ხედავ ინსტრუმენტს, რომელსაც შეეძლო მოეხდინა გავლენა აი ამ განწყობების ზრდაზე. უბრალოდ ეს განწყობები იყო გარკვეულწილად რაღაცა იქ რაღაც ლატენტურ მდგომარეობაში
ვინაიდან მეინსტრიმული იყო პროდასავლური ვექტორი, ლიბერალური დისკურსი, ეხლა კი როდესაც შესაძლებელი გახდა თავისუფალი გამოხატვა სხვადასხვა განწყობების, სხვადასხვა შეხედულებების და პრეფერენციების, ეს ძალა უბრალოდ მოახდინა გარკვეულწილად მანიფესტირება, დეკლარირება. მე ვატყობ თუნდაც აი ამ პოლიტიკური პარტიების არსებობაში და რეიტინგზე ამ პარტიების. ბურჟანაძეს კიდევ ერთხელ ვამბობ, 2 წლის, 3 წლის წინ ნინო ბურჟანაძის რეიტინგი იყო მინიმალური ცდომილების ფარგლებში. ძალიან რთული გასაზომიც კი იყო. დღეს კი ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკურ ძალას აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი რეიტინგი და რაც მთავარი ზრდის პოტენციალის გააჩნია. იგივე შეიძლება იყოს საფუძველზე რაზე შეიძლება გაფუძდეს. იმედ გაცრუება როდესაც ჩვენ ვამბობთ პრორუსულ განწყობების ზრდაზე, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეგრეთ წოდებული პრორუსული განწყობების ზრდა მიმდინარეობს ძირითადად იმის გამო, რომ ფრუსტრირებული არის განწყობები დასავლეთის მიმართ. რომ არ არის, აი მაგალითად უკრაინის მაგალითი, ძალიან ხშირად გაიგებდით, რომ აი დასავლეთმა პრაქტიკულად ესე იგი ძალიან ენერგიულად ჩაერთო აი ამ სანქციების, ესე იგი სანქციების პოლიტიკით, ხომ? აქ არის გარკვეული, ესე იგი სამხედრო ესკალაციის წინაშეც დგას ამ თვალსაზრისით რეგიონი, მთლიანად როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები პირდებიან დახმარებას და არა მხოლოდ ლეტალური შეიარაღებით, ხომ? აქ ისმის კითხვა ბუნებრივია, რატომ არ გაკეთეთ ამ იმის მეათედი მაინც საქართველოსთან მიმართებაში 2008 წელს, რაც კეთდება მაგალითად ახლა უკრაინასთან მიმართებაში. აი ალბათ უფრო ის რომ გარკვეული ნაწილი მე არ შემიძლია ხა იმის თქმა არ მგონია რომ ის იყოს უმრავლესობა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების არის იმედგაცრუებული, მეაჩნიათ რომ დასავლეთთან არაფერი არ გაუკეთებია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საყოფად და ასევე დასავლეთის დახმარება, ასე ვთქვათ, არ აისახა სათანადოდ მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მე მგონი უფრო ფრუსტრაციაში უნდა ვეძებოთ ესე იგი მიზეზი და საბაბი ამ განწყობების. კარგი, მსმენელი ყავს, მოდი მივიღოთ, გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო დავით. სალამი. ბატონო ერთი მოკლე ვაკა. ბატონო ვალერიანი, ვაკა. ბატონო ვალერიანი. დიახ. ესეთი კითხვა აქვს, თქვენი დაკვირვებით ევროპამ გაწირა უკრაინა? მადლობთ. ბატონო, არ ძალიან უცნაურია პრინციპში. მე ვფიქრობ, რომ დღეს გავიდა მსმენელი და ვერ ვაზუსტებია. არა, გაწირვის შინაარსია, რომ ყველამ დაიბადა ხელი, მიუგდეს რუსეთს და კისერიც გიტეხია, შენ თვითონ გაარკვი და შენ თვითონ გამკლავდი მარტო უჩვენოთ. თუ ეს შინაარსიდევს სიტყვა გაწირვაში, მაშინ რაიცი ამ შინაარსს უპასუხოთ. მე ვფიქრობ, რომ საპირისპიროთ არის. ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის არნახული ძალისხმევა, ძალიან ენერგიული, სხვათა შორის ევროპელებთან დაკავშირებით ეს მით უფრო აღსანიშნავია, რომ ევროპელებიც საკმაოდ დაზარალდნენ, მე ვგულისხმობ თუნდაც აი ამ სანქციების პოლიტიკას, ვინაიდან ალბათ მსმენელებმაც იცის და ჩვენმა მსმენელებმა რომ სავაჭრო ბრუნვა მაგალითად რუსეთსა და ევროპას შორის შეადგენდა 9 ტრილიონ ევროს. ეს არ არის მცირე თანხა და ბუნებრივია ეს მხარდაჭერა და კონსოლიდირებული, ჯერჯერობით კონსოლიდირებული პოზიცია რუსეთთან მიმართებაში, ეს გამიკვირდა მე ყველაზე მეტად და სწორედ რომ ესე იგი ევროპაც ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ გარკვეულწილად შეინარჩუნოს უკრაინა ყოველ შემთხვევაში იმ საზღვრებში დონბასის და ლუგანსკის ესე იგი ჩათვლით გულისხმობ ხა ყირიმზე პრინციპში საუბარი აღარ არის, აღარ არის იმ თვალსაზრისით მე მგონი ევროპელების კი არის ხილავენ მის შესაძლებლობას რეინტეგრაციის, მაგრამ მისკის მოლაპარაკებაზე არ მოუცვლია უკრაინის პრეზიდენტს და პოროშენკოს ბუნებრივია ხა პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტია და ეს პოზიცია უცვლელი უნდა იყოს. ამდენად ამ კითხვის პათოსაც კი ვერ გავიზიარებ. იმდენად ნათელია, იმდენად თვალსაჩინო ის რომ ევროპა
როგორც არასოდეს არის კონსოლიდირებული ამასთან დაკავშირებით და არ გაწირავს უკრაინას როგორც თქვენ ბრძანეთ. თუმცა ბევრი რამ და მაგალითად დეფრაგმენტაციის პროცესი უკრაინის არის რა თქმა უნდა დიდწილად უკრაინელებზეც დამოკიდებული და უკრაინაზეც და შეიძლება დადგეს ის თვითარება, როდესაც ევროპელების მხარდაჭერაც კი არ იყოს ეფექტიანი ამ თვალსაზრისით. ერთი მსმენელიც გამარჯობა. ისმენთ? გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობა. სტუმარს მასპინძელს. ტრუმენმა ომის დაწყების დროს მეორე მსოფლიო ომი რო დაიწყო და უკვე ზინვარებდა გუბერნატორი იყო მოგეხსენებათ და რა თქვა თუ იცით ხოცონო ერთმანეთიო გერმანელებმა და რუსებმაო ამითო არაფერი ჩვენთვის მომგებიანია ეს ყველაფერიო. ახლა 21 წლის ამბავს გაგახსენებთ კიდევ, როცა ინგლისი, გერმანია, პოლონეთი, ჩემო თეთრგვარდიელები იყვნენ მობილიზებული იმისათვის დაპირდებოდნენ მენშევიკებს ამას ვიზამ, იმას ვიზამთო სოფლიდან გირეკავდა მამლის ყივილია. კაია. და ვინდა გვეხმარა ყველა თავის წილ რაღაც ჭადის ნაჭერსელის რაღაცა რომ იქნებ ამ თქვენ ობძანეთ ახლა 3 ტრილიონი პატარა თანხა როგორ არის 9 ტრილიონი თქო 9 ტრილიონი არ არის პატარა თანხა ხო და ყველა თავისთვის იმთვის და ჩვენ რა ჭირი გვჭირს ასეთი რომ ამდენი ტერიტორიები დავკარგეთ უკრაინაც მიატოვეს წინა მსმენელმა სწორად დასვა კითხვა რომ გაწირა უკრაინა ევროპამ არავის იმედი დღეს არ არსებობს გარდა საკუთარი თავისა დიდი პოლიტიკა უნდა გატარდეს იმისათვის რომ ამ სამართლებელზე უნდა გაიაროს საქართველო დიდი მადლობა კარგი მადლობთ თუნდაც კითხვა არ იყო უფრო მოსაზრება იყო თუ გნებავთ გამეხმაურეთ თუ რა ჩვენ უბრალოდ აქ სანიშნავია ის რომ აი ორი მსმენელის მოსაზრება ჩვენ მოვისმინეთ ახლა და ეს ირიბად რა თქმა უნდა აქ რეპრეზენტაციაზე საუბარი არ შეიძლება რა ეს ირიბად ადასტურებს აი ამ ჩემს თვალსაზრისით იმასთან დაკავშირებით რომ აი ორი მოქალაქის პოზიცია ჩვენ დავინახეთ. არ შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა, ის რომ ეს პრორუსული პოზიცია იყო, მაგრამ გარკვეული სკეპტიციზმი, გარკვეული ესე იგი იმედგაცრუება დასავლეთის მიმართ აქაც შეიმჩნევა. აი ამ ორ კომენტარში ასე ვთქვათ. კი ბატონო, მაგრამ როცა დასავლეთის მიმართ ну, как თქვა, მივიღოთ ეს დაშვება, ხო? ფრუსტრაცია, გაწმილება დასავლეთისადმი. მაგრამ ეს რატო უნდა ნიშნავდეს რუსეთისადმი, რუსეთთან იმედების მიბმას და პრორუსული ორიენტაციის გაძლიერებას? აი ეს არის საკითხავი, მით უმეტეს, როცა ძალიან თვალსაჩინოა, რომ ეს ქვეყანა გერჩის გართმევს ტერიტორიებს, აცხადებს მან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ისედაც მუდმივად გაგზნობინებს, რომ არის საფრთხე, შენი კეთილდღეობისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის და რა ვიცი, გინდა მარგალიტები დაუყარე წინ, გინდა უღრინე, მაინც საფრთხე არის. გარდა ამისა, ეს პოლიტიკური ასპექტი რო იქით გავწიოთ, ბოლო თვეებმა დაადასტურა ზუსტად და ამას მე არ ვამბობ, ამას საქართველოს მთავრობა ამბობს, ხო, რომ ექსპორტის კლება, რასაც მოხვა დოლარის გაძვირება, ლარის გაუფასურება, დიდწილად არის განპირობებული რუსეთში და უკრაინაში შექმნილი ვითარებით. უკრაინაში შექმნილი ვითარებას აცახება ის უკრაინას არ შეუქმნია მაინც, ისიც რუსეთმა შექმნა, ხო? ამიტომაც ძალიან ზედაპირზე დევს ფაქტები საიმისოდ, რომ მათ შეხედო, როგორც ვიტყვიან, პატარა ტვინი გაანძრიო და დაასკვნა, რომ აი რუსეთი არის ეს. და მე ამას დაუკავშირო შენი პოლიტიკური იმედები აი ეს უკვე იწევს ძალიან დიდ კითხვის ნიშანს ოღონდ წინადადების გარეშე ჩემთვის ხო აი როგორ რანაირად უნდა დაუკავშირო ამ ქვეყანას იმედი იქნება აქ მოქმედებს ერთადერთი შიშის ფაქტორი აი გვეშინია და ჩავბარდეთ და ვიყოთ უსაფრთხოდ ეს არის თუ რაღაც სხვაც მსმენელი სამასობაში გამარჯობა მე მისმენ დიახ თქვენ მისმენთ მოგესალმებით ასეთი კითხვა მაქვს ამერიკამ ნუ საერთოდ დასავლეთმა საქართველოს და უკრაინა რომ მიიღონ ნატოში
მაინტერესებს რუსეთი ისევ გაბედავს მათ დაბომბვას და მათ წინააღმდეგ ომის წარმოებას. კარგი, მადლობთ. კითხვა არის რთული და მეტისმეტად ჰიპოთეტური, თუმცა სტუმრის ნება მას როგორ პასუხობს. ერთი მსმენელიც გამარჯობა. ისე მოგესალმებით ბატონ ვალერიან, მე ვიგულისხმე ის რომ 3 დღე რა არის ეს 3 დღის შემდეგ უნდა გაიყვანონ ჯარი. ეს 3 დღე ხოცონ ჟილტონ ერთმანეთთან როგორ არის კაცო? აი ეს ვერ გავიგე და ეს ძამბევრისთვის გაუგებარია, კი ბატონო. თუ რა არის? კი ბატონო. და შემდეგში კიდე მაინტერესებდა დავამატება ქვე ღმერთმა ქნას უკრაინამ გაემარჯვა რუსეთზე რა და გაიყვანა რუსეთი იძულებული გახდა. შემდეგში მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ჩვენს უნდა საქართველოს უნდა როგორი იქნება რუსეთს თუ აგრესიული იქნება თუ როგორი იქნება აი მაინტერესება მადლობთ. კი ბატონო, მადლობთ. ესე იგი ჯერ ქალბატონს უპასუხებ, ესე იგი ბუნებრივია რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი როდესაც პრო-რუსულ განწყობებს ესე იგი რაღაც დისკუსიას ვაწარმოებთ არის ის რომ ის ქვეყანა რომელიც არის ნატოში ის არ განიცდის ამ პრობლემებს მათ არავინ არ ერჩის არც ესე იგი ოკუპაციით აგრესიით ემუქრება ბალტიისპირელებს შიში აქვს ნუ ბალტიისპირელებს შიში აქვს ეს ისტორიული დეტერმინირებული ჰიბრიდული ომსელიან და კი ბატონო მაგრამ ფაქტი არის ფაქტად ხო მე ის სტანდარტები რა სტანდარტებით ჩვენ გვინდა რომ დავნერგოთ ხო ეკოლოგიაში განათლებაში ჯანდაცვაში არის ევროპაში და რუსეთში მაგრამ რაც შეეხება ესე იგი აი ამ სამდღიან პაუზას ძალიან ბევრი ანალიტიკოსი ეს მართლაც იწვევს გარკვეულ კითხვებს მაგრამ ეს როგორც ჩანს უკავშირდება გარკვეულ პრობლემას კერძოდ ეს არის ეს ეგრეთ წოდებული დებალცევოს ოპერაცია რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს თქვენ იცით რომ რუსული ანუ ესე იგი აჯანყებულების მხარე ესე იგი პრაქტიკულად ამბობს რომ იქ არის რკალში, ესე იგი ეს საკმაოდ დიდი უკრაინული ჯარის სამხედრო გაერთიანება, რომელიც 6 თუ 8000 ჯარისკაცს ითვლის. უკრაინული მხარე ამას უარყოფს. ამდენად, ესე იგი, აი ამ თვალსაზრისით უნდა გადაწყდეს რაღაცნაირად ეს საკმაოდ მძიმე ესეთი აი ეს ამ მოკლედ ამ კვანტში რაღაცა უნდა გამოინახოს და ბუნებრივია რომ ეს ვერ მოხერხდება ვერც ერთ დღეში ვერც ორ დღეში სხვათა შორის მეპარება ისიც რომ 3 დღეში ეს რეალისტურია ვინაიდან უნდა მოხდეს მოლაპარაკება უნდა იყოს გაყვანილი ეს უკრაინული დაჯგუფება თუ კი ის მართლაც არის ამ კალში მოქცეული და წმინდა ლოგისტიკური პრობლემებით არის განპირობებული ეს 3 დღიანი პაუზა ნუ ის ყოველ შემთხვევაში რაც წავიკითხე და რაც ვიცი თუ კი უკრაინამ შეძლო თავისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ეს იმას ნიშნავს რომ ამ გეოპოლიტიკურ კონკრეტულ ბრძოლაში რუსეთი დამარცხდა ეს ნიშნავს იმას რომ ამ დამარცხებას ხო თავისი გაგრძელება მოყვება ხო ეს დამარცხება არის პოლიტიკური ეს დამარცხება არის მორალური ამასთან ერთად ეს არის ეკონომიკური დამარცხება და ამ თვალსაზრისით საქართველოს შეიძლება გამოუჩნდეს შანსი რომ კიდევ უფრო მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია და ბევრად უფრო აქტიური მხარდაჭერა მიიღოს თავისი მოკავშირეების მხრიდან მაგრამ ეს იმდან ჰიპოთეტურია და იმდენად მართალი გითხრათ ეჭვი მეპარება აი ამ სცენარის განვითარებაში რომ პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ რომ ეს შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული იმედი. მაგა ერთ-ერთი კითხვა ჩვენ ვახსენებთ ინტერნაციონალისტური და პრორუსული ძალები მათ რეიტინგსაც შევხედეთ რომელიც ჯამში არ აღემატება 20%-ს ხო შეიძლება იყოს 15-18 ჯამურად. იქნებ ეს არის ვისაც უნადირია იცის რა არის იხვი ხო უტკარუსულად. ამან მე მიიღო სხვა მნიშვნელობას და უტკარი ნებისმიერი სათქო არა რომელსაც საზოგადოებაში გაუშვებენ ხოლმე და ყურადღებას იმას მიაპყრობენ და სიამდვილეში რაღაცა სხვა ხდება იმ დროს გადაფარვები და ასე შემდეგ. მოგეთ იქნებ ეს არის რეზინის იხვები ან ჯგუფური რეზინის იხვი საიმისოდ რომ გამოჩნდეს სულ სხვა ძალა და სხვა ძალასაც ამბობ არ გულისხმობ რაღაც კონსპირაციას და არ გაურბივარ დასახელებას. ძალა რომელიც თავის თავში გაერთიანებს რელიგიას და ნაციონალიზმს, ხო? რელიგიურ ნაციონალიზმის დროშით გამოვა. ჩვენ ხედავთ ერთ ფიგურას, რომელიც
ეს ახლა ლივლივებს ხოლმე ხო პოლიტიკურ სინამდვილეში უარყავს პოლიტიკაში მოსulis სურვილს მჭმუნვარეა მუდამ და ლაპარაკობს სერიოზულად წერს ლექსებს აცვია ქართული სამოსი და ვიღაცისთვის არის პირმშვენიერი ლაპარაკი ბატონ ლევან ვასაძეზე მე არც რა ამალა შეიძლება ახლდეს ამ კაცს პოლიტიკური გუნდი ვინ იყოს მისი მაგრამ ის რაღაც გარკვეულ ხირებულებას განასახიერებს გარკვეულ მიმზიდველობასაც წარმოშობს როგორც ჩანს ის ახლოა ეკლესიასთან იქცევა თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მძლავრ პოლიტიკურ ფაქტორად რომელიმე ფიგურის ამ შემთხვევაში ვასაძის ავიღოთ ან ზოგადადაც და კონკრეტულად ვასაძის პრომოუტერად პოლიტიკაში და მიგაჩნიათ თუ არა რელიგიური ნაციონალიზმის პოლიტიზაცია საქართველოს ახლო მომავლის საქმედ. რაც შეეხება ეკლესიას საპატრიარქომ პატრიარქმა სულ რაღაც რამდენიმე თვის წინათ დააფიქსირა მკაფიოდ რომ საქართველოს მომავალს უკავშირებს ევროკავშირს. ამ თვალსაზრისით აი მე პოლიტიკური პრომოუშენი ესე იგი საპატრიარქოს მხრიდან მე გამოვრიცხავ თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ საქართველოს მორწმუნე ქვეყანა მრევლი საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს არიან ცალკეული მრევლის წინამძღვრები ამ ესე იგი მამოებს არ ეგზალებათ თავის პოლიტიკური პრეფერენციების გამოხატვა ის ხანდახან ხდება ეკლესიაში ამ თვალსაზრისით ვერაფერს ტექნოლოგია მე ვერ გამორიცხავ ბუნებრივია იმიტომ რომ მსგავსი პრეცედენტების მოსწრენი ვარ და ვიცით რომ გარკვეულ როლს და საკმაოდ დიდ გავლენასაც პოლიტიკურ პროცესებზე ყოველ შემთხვევაში ეს რესურსი და ეს პოტენციალი გააჩნია და გამოუყენებია კიდევაც რაც შეეხება ამ ფიგურას კი ბატონო გეთანხმებით არის ეს განწყობა მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ესე იგი აი ამ პრორუსული განწყობების ან ეგრეთ წოდებული პრორუსული განწყობების ან ესე იგი ეს ნაციონალიზმი უკავშირდება მაინც მე ვფიქრობ მოსახლეობის საკმაოდ თუ არა უმრავლესობის ღირებულებათა სისტემას რა არის ეს აი მაგალითად მოდით არ ვიცი ჩავატაროთ უამრავი ესე იგი გამოკითხვა ტარდება ამ ქვეყანაში და დავაზოთ მედიას მაგალითად დამოკიდებულება შარლი ებდოს ესე იგი აიმოხდა ამ ინციდენტზე მაგალითად არის თუ არა ჩვენი მოსახლეობა აბსოლუტური თავისუფლების შეზღუდვის მომხრე ესე იგი ჩემი დაკვირვებით გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობ კი ბატონო ჩემი დაკვირვებით აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დაახლოებით 70-დან 80%-მდე იქნება ამ შეზღუდვების მომხრე, ხო? მაგალითად, რა ვიცი, ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით, ხედვა ამ კონფლიქტის, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი ხედავს, რომ ეს არა ღირებულებით დაპირისპირება, არამედ გეოპოლიტიკური დაპირისპირება ერთის მხრივ რუსეთის და მეორე მხრივ. ანუ საკმაოდ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს ამ თვალსაზრისით, ეს არ არის ნეიტრალიტეტი, როდესაც შენ მიგაჩნია რომ ეს კონფლიქტი არის იმის გამო რომ ამერიკას და ევროპას სჭირდება უკრაინა, ხოლო რუსეთი ართმობს თავის რაღაცა ტრადიციულად იმ ტერიტორიას, რომელსაც ტრადიციულად ისტორიულად გააჩნდა რაღაც გავლენა, ხო? აი ამ თვალსაზრისით, აი ეს არის რაც ქმნის ნოყიერ ნიადაგს ამ ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის. ბუნებრივია გარკვეულ პირობებში თუკი ჩვენ ესე იგი თუკი ესე გაგრძელდა თუკი ოცნება კვლავ და გააგრძელა თავისი რეიტინგის ესე იგი დაცემა დაკარგვა ხო თუკი ესე იგი კოალიციის რეიტინგი მიუახლოვდება რა ვიცი 30%-იან ნიშნულს მაგალითად ხო რა თქმა უნდა ეხლა რამდენი აქვს იცით რამდენი არ ვიცი და არა მე უკანასკნელ აი ესეთი 2 თვის განმავლობაში არ ჩამიტყვი მაგრამ შემიძლია ვივარაუდო რომ ალბათ ისე კვლევები ძალიან დაგვიანდა კი ბატონო 40 ნუ მაქსიმუმ 45%-ის ფარგლებში თუმცა ვფიქრობ ალბათ 40%-მდე შეიძლება იყოს რეიტინგი მაგრამ თუ კვლავ გააგრძელა მაშინ რა თქმა უნდა ესე იგი ეს არის ყველანაირი ნოყიერი ესე იგი ნიადაგი საიმისოთ რომ გამოვიდეს ასპარეზე პიროვნება ლევან ვასაძე იქნება თუ სხვა რომელიც შეეცდება აი ამ ტიპის აი ამ ორიენტაციის პოლიტიკური ორგანიზაციების ან გაერთიანება ან თავად შეიძლება შექმნას და ამით შეიძლება შეუქმნას პრობლემები ну ეს მარკეტინგში გავრცელებული ცნება ხო კანიბალიზმი ხო როდესაც
შენ იკვებები მონათესავე პარტიების ესე იგი რესურსებით კი ბატონო. ეს შესაძლებელია რა თქმა უნდა. მსმენელები ყავს ვაკაკთხოთ გამარჯობა. გამარჯობა. მაპატიებს ბატონო დავით, მაგრამ თქვენი სტუმარი ვერ გავიგე სოციოლოგია. სოციოლოგი გახლავთ. თუ პოლიტოლოგი. სოციოლოგი გახლავთ. არა, ნუ პოლიტიკაში ან კითხვებია ასეთი ბატონო, რა ქნას. სცენაროთ დასავლეთ დაცვის საქართველოსთვის დაცვისთვის არაფერი არ გაუკეთებიან და გაითქვა თუ სარკოზისის არაფერი არ არის. ბუშის დარეკვა პუტინისადმი და ამერიკული გემის შემოსვლა რო არა მე არ ვიცი ალბათ სადამდე შემოვიდოდნენ. გარდა მაგისა უკრაინის სამეფოს მიმართებით ეს ხელშეკრულება მე რა ვიცი როგორ გამარჯვება შეიძლება ალბათ ნახევრად თუ შეიძლება ჩაითვალოს როცა არც არაფერი გამოკონტროლებელი ისინი მასში არ შედის მაგ ხელშეკრულებაში არც საზღვის კონტროლი არც ისიც არ არის ნახსენები რუსის ჯარი უცხო ჯარების გაყვანაო და რა კონტროლი არის ჩადებული მე მგონი არაფერი კონტროლი არის ჩადებული გაკონტროლება და დაშორიშორების თუ ცეცხლის შეწყვეტის მე არ ვიცი მინსკის შეთანხმებაზე ლაპარაკობ? დასავლეთი არა რუსეთისგან გარდა იმისა რომ ტერია მაპატიეთ ხო ალბათ დამეთანხმება სტუმარიც და გარდა იმისა რომ ამოკლების დღიდან დაწყებული რომ რუსეთისგან რომ არანაირი სესხიც მე მგონი არა გვაქვს გაცემულ დახმარებაზე არაფერი და დასავლეთისგან რამდენი დახმარება და რამდენი შეღავათიანი სესხები და ის რო არ ყოფილიყო რა ვიცი მე მგონი გასაგებია. კარგი, კი ბატონო, გასაგებია თქვენი პათოსი. მე ვერ გავიგე ეს კი სპენელმა ვეთქვა ვერ გაარკვია და ტესტირებას ვიტყობდა. მეც ვიტყოდი თქვენ ჩემი მე რასაც მეგისმენთ თქვენ არ გითხოვთ რომ დასავლეთს არ გაუწევია საქართველოს დახმარება და დასავლეთმა გაწირა საქართველოს. თქვენ მოვდეთ რომ ასეთი აღქმა შეიძლება ასეთი აღქმა და სხვათა შორის აი ეს ახსენა ესე იგი კი ბატონო და მე გავახსენოთ გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ. ეს სამები ბატონ ვალერიას. გამარჯობა. მე მაინც ჩემი აზრი მინდა ვთქვა რომ თუ ჩვენ არ შევიკრებით ერთ მუშტას თუ ჩვენ ვერ გავუგებთ ერთმანეთს ჩვენთვის არც ევროპა და არც ამერიკა არასოდეს აიყო არც იქნება ევროპა ორჯერ გაიქცა რუსეთისკენ ორჯერ წაიქცა ამერიკა ყოდებოდა სიცილიდან და ეხლა საყოდება სიცილით უკრაინაში რა ხდება მე ამას გეუბნებით მთელი გაგებით რაც ხდება საშინელებას ვხედავ მე კიდევ აზიაში ბაზების აშენება ნატოში მე ძალიან მოწინააღმდეგე ვარ რუსეთის მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ რუსეთი აგვეღრინა და ჩვენ საწინააღმდეგოდ გავეწყო უკრაინამ რა გააკეთა ხო ვერ იტყვით ბატონო უკრაინამ რა გააკეთა სამაგისოდ უკრაინამ ის გააკეთა რომ მოინდომა ნატოში შესვლა ის არა არ მოინდომა მე შეგახსენეთ რომ იანუკოვიჩი რომ მოვიდა პირველი რაც თქვა რომ ნატოში არ შევალთო კი ბატონო იანუკოვიჩამდე ეს რელსები უკვე დამძრალი იყო მატრეველი უკვე დაიძრა იკითხე როგორ ჩვენი ისევე უნდა და ხო და ამიტომ რახან რუსეთს არ უნდა ამიტომ არ უნდა მოინდომო თუ როგორ არის საქმე ესეთი ტურა რომელიც არავითარ გაახრეს პლანეტაზე ეს იყო არის ამიტომ ეს ნიშნავს რომ ყველა უნდა იაროს მის ჭკუაზე არ უნდა იაროს როგორ დადის სასონხეთ როგორ აფიქროთ როგორ დადის აზერბაიჯანი მაინც ამას ჩვენ უნდა ვჭამოთ აზერბაიჯანი რუსეთის ჭკუაზე დადის აზერბაიჯანი აბარა კარგი მომდევნო სპენდელი გთხოვთ არის სპენდელი ალო დიახ გისმენთ გამარჯობა საქმეში ალბათ ჯობია რომ ამ ხალხს პირდაპირ განუმარტოთ რომ არა დასავლეთი საუკეთესო შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა ქართველები იქნებოდნენ გაცნობიერებულები ну ალბათ კონკრეტულად ეს ასე იქნება რომ არ იყოს ეს გამატონასურებელი ძალა შეერთებული შტატების და დასავლეთის სახით ანუ ეს დასავლეთ და შეერთებული შტატები დღეს არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე ლანძღვა არ შეიძლება და ვინც მათ ლანძღავს ის არის ამ ქვეყნის მტერი ესეთი მეორე ჩვენი ბრალი იცით რა არის ახლა პირდაპირ ბატონ დავის არეუნები ზოგადად პერიოდები ჩვენ ახლა ახსენებთ აბსოლუტური თავისუფლება აბსოლუტურად თავისუფალი ცხოველები არიან ტყეში გამოხატვის თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ მეტი არაფერზე კი ბატონო და ნებისმიერ საზოგადოებაში რომელიც ცივილიზებული საზოგადოება არსებობს გარკვეული ეტიკეტი ის ეტიკეტი უნდა დაიცვა არ შეიძლება როცა ასეთ რამეს ხალხო აბსოლუტური თავისუფლება უკვე სულ სხვა რაიმე იგულისხმება ამაში და ამიტომ უპირისპირდებიან მე შემდეგ ამ დაგვარ განცხადებებს და იზახიან რუსეთიაო ესე იგი სახელმწიფო და რუსეთში რო გარყვნილება არის
იმ დაგვარი მე ვიცი რუსეთი რაცა საშინელი გარყვნილება არის და ეხლა არ მინდა იმის ტელევიზიაზე ღია ეთერში ნახონ ინტერნეტში იქ არის მაპატიეთ ამ სიტყვის არ გინდათ ვიცით რაც არის გახსნილი მოსკოვში მინერის გაკეთების კურსები პიტამდა ინტერნეტში ნახონ ეს დიდი მადლობა კარგი ბატონო კარგი მოდი ჩვენ დავუბრუნდეთ ერთი საკითხი მინდა კიდე წამოვწიო და დარჩეს მსმენელთა შეკითხვებთან მოსაზრებებად მინდა რომ თქვენ პასუხი მოვესმინო ერთ კითხვაზე რომელიც გქონდა მომზადებული ამ გადაცემისთვის თქვენ ახსენეთ ქართული ოცნების რეიტინგის ვარდნა როგორც დაკლება და ასევე დაუშვით პერსპექტივა ამ კლების გაგრძელების ბიძინა ივანიშვილს ყავს დუბლშემადგენლობა როგორ ფიქრობთ თქვენ ხედავთ იმასაც არის გარკვეული წინააღმდეგობა გუნდის შიგნით ბიძინა ივანიშვილის ძირითადი შემადგენლობა არ ყავს დავით და დუბლშემადგენლობა საერთოდ არა მაგაზე ეკითხებით ხო იმიტომ რომ ეს არის საუბრები მე გამიგია რომ ამას ვკითხო მისი პოლიტიკური რესურსი არის აი ეს ხალხი ვისაც ჩვენ უყურებთ რომელიც უპირისპირდება პარლამენტში ვერუსოთ პარლამენტი არჩეულია იმ შემადგენლობას ვერანაირად ვერ გამოცვლი მაგრამ არის აღმოსავლური ხელისუფლების გუნდი ეს არის ერთადერთი შესაძლო გუნდი ნუ რა იგულისხმება იმაში ერთადერთი არის თუ არა რესურსი სხვათა შორის ჩვენ ერთ რამესაც ვადევნებთ აღარს რომ მთავრობაშიც ინტენსიურად ხდება როტაცია ერთი კითხვაც გავიდა 2.5 წელი თითქმის ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მე მინდა გკითხოთ ბიზნესმენშურის გადადგომა 2013 წლის ოქტომბერში და დღევანდლამდე მისმა ქცევამ და ხელისუფლების ქცევამ განაპირობა თუ არა ის რომ საზოგადოება მოაცილა პასუხისმგებლობის ვექტორი თუ მიმართულება ბიძინა ივანიშვილზე დააკისრა ის ამ მთავრობას ვის თხოვს თქვენი აზრით საზოგადოება დღეს პასუხს სულ ერთია როგორ აღიქვამთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ვითარებას კარგად თუ ცუდად ხო ვის უკავშირდება ეს არის ბიძინას დამსახურება და ბიძინას ბრალი თუ ეს არის ხელისუფლების დამსახურება ამ ბრალი ეხლა ესე იგი ჩემის აზრით მოსახლეობა რა თქმა უნდა ძირითად პასუხისმგებლობას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მიმდინარე პროცესებზე დააკისრებს ბიძინა ივანიშვილს ბიძინა ივანიშვილს ჩვენივად ესმის ეს სწორედ ამიტომაც არ ვიცი თვის ბოლომდე თუ ესე იგი მარტის დასაწყისში ამოქმედებს იმ ესე იგი სატელევიზიო პროექტს ხო რომლის მეშვეობითაც მოახდენს. მე გადაიფიქრა ეგეც არა? გადავიფიქრეო თქო და რა. ფილმზე 200 სერიან ფილმზე. არა, ის პროექტი შედგება, ის 200 ფილმის ხო კი ბატონო, მაგრამ უბრალოდ არ იქნება როგორც მე მივხვდი, არ იქნება წამყვანი ამ გადაცემის, იქნება ერთ-ერთი თანაწამყვანი ან სტუმარი. მოკლედ ეს არის გადაცემა, რომლის მეშვეობითაც მას ექნება შესაძლებლობა ყოველდღიურად თუ კი საჭიროება იქნება აუხსნას აუდიტორიას, მოსახლეობას ის თუ რა ხდება ესე იგი მიმდინარე პროცესების შესახებ. ბუნებრივია რომ ბიძინა ივანიშვილისგან უნდა მოისმინოს მოსახლეობამ ეს ვინაიდან მიუხედავად ესე იგი პატივისცემისა ნებისმიერი ესე იგი პოლიტიკური თანამდებობის პირისა რომელიც არის მთავრობაში არც პრემიერ-მინისტრის ახსნა განმარტება მიმდინარე პროცესების რა თქმა უნდა არ არის არ არის ღირებული მოსახლეობისთვის მას მოსახლეობას სჭირდება განმარტება როგორც რუზველტი აკეთებდა თავის დროზე დიდი დეპრესიის დროს ან შევარნაზე ხო ეს ინტერვიუები ტრადიციული ასევე მოსახლეობას ჩვენებად ესმის რომ დე ფაქტო ესე იგი პრემიერი და ადამიანი რომელიც ძირითადად იღებს გადაწყვეტილებებს და ახდენს გავლენას მიმდინარე პროცესებზე არის ბიძინა ივანიშვილი მე მგონი ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის კითხვები არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ამოიწურა პიკის საათისთვის განკუთვნილი დრო უკაცრავად სპენელებს თუ მათ ყველა თავიანთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს, იმიტომ რომ ეს ქონდა კითხვები. ვაკა გორგილაძე, სოციოლოგი, ტერამედიის დაფუძნებული პოლიტოლოგი. როგორც გაირკვა დღევანდელ გადაცემაში, გახდათ პიკის საათის სტუმარი. მადლობა მას მსმენელთა სახელით და ჩემგანაც. ნინო რამიშვილი პროდიუსერი დღევანდელი გადაცემის თინა სამბაძე ხმის რეჟისორი. დავით ბაიჭაძე უძღვებოდა პიკის საათს. ნახვამდის ორშაბათამდე. საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით ბაიჭაძესთან ერთად.